პირველ რიგში მადლობას გიხდით მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მსმენელს და მაყურებელს. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ 2026 წელი ჩვენთვის დაიწყო სიახლით. რაც გულისხმობს ახალ სტრატეგიას და ახალ ბრენდ ფილოსოფიას. ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ვზრუნავთ გარემოზე და ვზრუნავთ ხარისხზე. ანუ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არის მზრუნველობა. ზრუნვა ადამიანზე, ანუ პირველ რიგში ამოვდივართ ადამიანიდან. ჩვენ უკვე მრავალი წელია რაც ვართ ბაზარზე და ჩვენი სტრატეგია უკვე მრავალი წელია მოიცავს იმას, რომ მხოლოდ კვადრატულ მეტრებს, რა თქმა უნდა, არ ვაშენებთ. ჩვენ ვაშენებთ ისეთ სივრცეს და ისეთ გარემოს, სადაც ადამიანმა უნდა იცხოვროს, სადაც მას ყოველდღიური ეს ცხოვრება უნდა გაუმარტივდეს და სადაც, რა თქმა უნდა, მან რაღაც საუკეთესო ესეთი მოგონებები უნდა დააგროვოს, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრების ძალიან დიდ ნაწილს ვატარებთ სახლში, ხო ესეა და შესაბამისად ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად კომფორტი შევქმნათ და მაქსიმალურად ვიზრუნოთ ადამიანებზე და მომხმარებლებზე. პირველ რიგში ეს გულისხმობს იმას, რომ მათი საჭიროებებიდან გამოვიდეთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ მომხმარებლის საჭიროებები გავიგოთ, ზუსტად რა უნდათ და ინდივიდუალურად, რა თქმა უნდა, და შესაბამისად შევთავაზოთ ის, რაც მათ სჭირდებათ. თუნდაც ჩვენი საგაზაფხულო ახალი კამპანია, რაც გულისხმობს Riverfront Residence-ში, ჩვენს ერთ-ერთ პროექტში, რომელიც მდებარეობს დიდუბეში, ჩვენ გვაქვს ესეთი შეთავაზება, რომ მეტი სივრცე გაზაფხულისთვის, ანუ საზაფხულო ფასს ჩვენ ვთავაზობთ მათ ნახევარ ფასად, 50%-იანი ფასდაკლება გვაქვს საზაფხულო ფასზე. ესეც რა თქმა უნდა გამომდინარეობს მათი საჭიროებიდან. ჩვენს მომხმარებელს ხშირად ჰქონდა მსგავსი პრობლემა, რომ მათ არ სურდათ საცხოვრებელ ფასში და საზაფხულო ფასში ერთ და იგივე ფასის გადახდა. შესაბამისად შემთხვევაში ერთად მოიაზრება ხოლმე და იმიტომ ეს ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ უხვად არის საზაფხულო ფართები. დიახ, ნახეთ როგორ ეხა მაგასაც აღნიშნავს ზუსტად, რომ ჩვენთვის რა თქმა უნდა იმ პროექტში, რომელ პროექტში ჩვენ შეგვეძლო ამის გათვალისწინება, გავითვალისწინეთ და მინდა აქვე აღნიშნო, რომ ეს არ ეხება რაღაც დიდ ვერანდებს და დიდ ეგრეთ წოდებულ აივნებს. 4 კვადრატულიდან იწყება ჩვენთან საზაფხულო ფართი და ამ 4 კვადრატულსაც კი ეხება ეს შეთავაზება. დიახ, კი ბატონო, და ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გამოვიდეთ მათი საჭიროებებიდან, გავიგოთ რა პრობლემა აქვს და შესაბამისად მოუგვაროთ ის პრობლემა. ძირითადად რა მოთხოვნებია ხოლმე დღეს მომხმარებლისგან, რომელსაც ბუნებრივია მე თქვენ აქცევთ ყურადღებას, ითვალისწინებთ და უკავშირითაც მაყოფილები არიან. დიახ, ძალიან საინტერესო კითხვაა სხვათა შორის, იმიტომ რომ აქ არის საინტერესო სეგმენტი. ჩვენ გვყავს დაყოფილი რამდენიმე სეგმენტი. კი ბატონო. თითოეულ სეგმენტს აქვს თავისი კითხვა, თავისი პრობლემა, თავისი ესე ვთქვათ რაღაც სხვადასხვა გადაწყვეტა, პირობები, ხო, რომ რა აინტერესებს. ჩვენ ძალიან ძვირფასი ემიგრანტები არიან ჩვენთვის, ესე ვთქვათ, დიდი სეგმენტი, რომელთაც აქვს თავიანთი პრობლემა, თავიანთი კითხვები, ესე ვთქვათ, მათ აქვთ სულ სხვა აღქმა, იმიტომ რომ არიან ჩვენგან შორს. კი ბატონო, და სხვა პრობლემები აქვთ. ჩვენ მათაც რა თქმა უნდა ვცდილობთ, რომ დაუკმაყოფილოთ ის პრობლემები, პირობითად ახალ დაქორწინებული წყვილი თუ არის ჩვენი მომავალი მაცხოვრებელი, მათ კიდევ სხვა პრობლემები აქვს, სხვა კითხვები აქვთ. პირობითად თუ არის ინვესტორი, რომელსაც ჩვენი საცხოვრებელი ბინა უნდა მომავალში საინვესტიციოდ, იმას კიდევ სხვა პრობლემები და სხვა კითხვები აქვს. დიდი ოჯახი თუ არის 2-3 შვილიანი, კიდევ სხვა პრობლემები აქვს და ჩვენ მაქსიმალურად დაყოფილი გვაქვს სეგმენტებად, ვის რა კითხვა, ვის რა პრობლემა შეუძლია ქონდეს და ეს იმას კი არ გულისხმობს მხოლოდ რომ ჩვენ ბინა გავყიდოთ, ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ გვინდა რომ მომავალში ის ადამიანი კი კმაყოფილი იყოს და გადაწყვეტილება თავიანთ გადაწყვეტილებაში იყვნენ დარწმუნებული, რომ ისინი დარწმუნებული არიან, რომ ეს გადაწყვეტილება სწორად მიიღეს. ანუ რაც უნდათ მათ ჩვენ მაგაშიც ვეხმარებით, რომ გაიგონ რა სურთ რეალურად. ალბათ კითხვა, რომელიც პირველად გავაჟღერეთ, რომ XOR development-ის ფილოსოფია რას გულისხმობს თქო, გარდა იმისა, რომ თქვენი ინტერვიუთი მე ვფიქრობ, რომ მაყურებელი ამ მომწურო პასუხებს მიიღებს, აი ეს კადრები, რომელსაც პარალელურ რეჟიმში ახლა თვალს ვადევნებ, მე ვფიქრობ, რომ ძალიან მკაფიოდ ამბობს თავის თქმას თუ რას გულისხმობს საერთოდ ეს ფილოსოფია. აუცილებლად მინდა გკითხო მარიამ შემდეგი კითხვა, მაშინ როდესაც ესეთი როგორ თქვა, რთულად განსახორციელებელი, მოდი პირდაპირ დავარქმევ, იმიტომ რომ არ არის ხო, ესეთი იდეებს ფრთაში ასხა მარტივი ამოცანა ნებისმიერი კომპანიისთვის დაისახოს და შემდეგ ამის რეალიზება მოახდინოს, მაგრამ მაინც აი იდეიდან, თქვათ, რეალურ
მშენებლობამდე რა გზას გადის ეს ყველაფერი? კი ბატონო, მე შემიძლია გითხრათ მაგალითად, ჩვენი მიმდინარე პროექტმა რა გზა გაიარა იდეიდან რეალურ განხორციელებამდე და თქვენ კარგად მიხვდებით, ჩვენ ამდენ ვშრომობთ იმისთვის, რომ ზუსტად მივაწოდოთ ადამიანებს ის, რაც მათ სურთ. ჩვენ ახლა გვაქვს 3 მიმდინარე პროექტი. პირობითად აი ახლა რასაც ეკრანზე ვხედავთ, ეს არის ყაზბეგი რეზიდენსის პრემიუმ კლასის პროექტი საბურთალოზე. ჩვენთვის ანუ ჩვენი პოტენციური მომხმარებლები ამ პროექტში და ჩვენი მომავალი მაცხოვრებლები არიან ის ადამიანები, რომლებისთვისაც პრიორიტეტი არის ქალაქის ცენტრში ცხოვრება. ეს გულისხმობს იმას, რომ მათ ფიხითაც კი შეეძლოთ გადაადგილება ძალიან საჭირო ობიექტებამდე, პირობითად თუ ამბობ სავაჭრო ცენტრი, კინოთეატრი, სამედიცინო დაწესებულება, სკოლა, ბაღი, ფეხითაც კი შეეძლოთ მათ გადაადგილება. მათი პრიორიტეტი ასევე არის პრემიუმ სერვისები, ისეთი როგორც არის კონსიერჟი, ისეთი როგორც არის თქვა ცალკე coworking სივრცე და ასე შემდეგ. ანუ მათი მოთხოვნილებები არის შედარებით ესე ვთქვათ განსხვავებული და ჩვენ ვაკმაყოფილებთ ამ პროექტით მათ მოთხოვნილებებს. ეს არ არის ბიუჯეტური პროექტი. ეს არ არის ბიუჯეტური პროექტი, კი ბატონო. შედარებით უფრო ბიუჯეტური პროექტი მაგალითად არის ზენიქს ღომი, რომელიც მდებარეობს დიდი ღომში. მათი მაცხოვრებლების პრიორიტეტი უფრო არის ის, რომ მათ უნდათ სიმშვიდე, მათ უნდათ უფრო რეკრეაციული ზონა, იმიტომ რომ ეს პროექტი მოიცავს თავის ლანდშაფტურ ბაღს, თავის გარე ტრენაჟერებს. უფრო დეტალურად. კი ბატონო, ჩვენ 5000 კვადრატული მეტრზე გვექნება უბრალოდ გაშენებული ეს ლანდშაფტური ბაღი, თავისი გარე ტრენაჟერებით და ასე შემდეგ. შესაბამისად, დიდი დიღმის მომავალი მაცხოვრებლებისთვის ეს იქნება ძალიან პრიორიტეტული, იმიტომ რომ მათ უნდათ სიმშვიდე, სიწყნარე, რეკრეაციული ზონა. ერთგვარი მარგალიტი. კი ბატონო, რაც შეეხება Riverfront Residence, რომელზეც ახლა გვაქვს სწორედ კამპანია მეტი სივრცე გაზაფხულისთვის. ეს პროექტი არის მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მოიცავს სრულიად ახალ უბანს. ანუ ჩვენ ყაზბეგზე მდებარე სარკმლის. ეს არის მარცხენა სანაპიროზე დიდუბეში. კი ბატონო, ეს არის მარცხენა სანაპიროზე დიდუბეში და ეს პროექტი მოიცავს ეს ძალიან მასშტაბური პროექტი არის და მოიცავს მთლიანად ინფრასტრუქტურის, ანუ ინფრასტრუქტურა მთლიანად ჩვენ გვაქვს აღებული. ითავსებს ყველაფერს. ითავსებს ყველაფერს, კი ბატონო, იმიტომ რომ აქ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგ ადგილზე მდებარეობს და ისეთ ადგილზე მდებარეობს მთელი თბილისის ცენტრალურ უბნებს ძალიან მარტივად უკავშირდება თან მარცხენა სანაპიროზე დამეთანხმებით, რომ ეს ან მარცხენა სანაპირო არის ის ადგილი, საიდანაც მთელი თბილისი ძალიან მარტივად შეგიძლია რომ აითვისო. შესაბამისად, დღევანდელ პირობებში, როცა საცობი არის ესეთი პრობლემა, როცა ქალაქში გადაადგილება არის ესეთი პრობლემა, ეს პროექტი არის ითვალისწინებს, ესე ვთქვათ, იმას, რომ შენ მარტივად შეგეძლოს გადაადგილება ნებისმიერ უბანში. ძალიან კარგი. ძალიან კარგი. ის ამბავი, რაც თავიდან დავიწყეთ, საზაფხულო ფართებზე, ასე ვთქვათ, ფარსის დაკლება ყველა პროექტზე განიხილება თუ კონკრეტულზე? ესეც ვისაუბრეთ. კი ბატონო, ეს შეთავაზება კონკრეტულად Riverfront Residence-ს ეხება. რომელიც მდებარეობს? კი ბატონო, რომელიც მდებარეობს მარცხენა სანაპიროზე, ხოშერალზე, კი ბატონო, ბოლოს რაზეც ვისაუბრეთ და ამ პროექტის მთავარი უპირატესობა არის, როგორც უკვე მოგახსენეთ, ლოკაცია. ამ პროექტის მთავარი უპირატესობა არის ის, რომ ჩვენ ინფრასტრუქტურას სრულად უზრუნველყოფთ გარშემო, იმიტომ რომ არის ძალიან დიდი კომპლექსი და ასევე პანორამული ხედები აქვს მთაწმინდაზე და მთელს ქალაქზე ძალიან ლამაზი ხედები აქვს და შესაბამისად ბევრი უპირატესობა აქვს ამ პროექტს. უპირატესობები ბევრია, როგორც მივხვდით და კადრშიც არაერთი ჩანს და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მათგანი არის ხარისხი, ხო? მშენებლობის დროს, რაზეც ასევე ბუნებრივია ადამიანები, რომლებსაც სურთ, რომ თავიანთი საცხოვრებელი გააკეთონ, ხო? შეიძინონ, თავისთავად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რა თქმა უნდა, ესეც. კი ბატონო, ჩვენ მრავალი წელია რაც ვართ ბაზარზე და აი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა, რაცაც მომხმარებლები თვითონ აღნიშნავენ, ეს არის ხარისხი, რომ წლების განმავლობაში ჩვენ საცხოვრებელ კომპლექსებს არ აქვს არანაირი პრობლემა. შესაბამისად, ჩვენთვის ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მშენებლობის მასა, სამშენებლო მასალებიდან დაწყებული შესრულებამდე დამთავრებული, გვაქვს ძალიან მაღალი სტანდარტები, ძალიან მკაცრად ვაკონტროლებთ.
და ჩვენი მიზანი არის ის რომ ადამიანები რომლებიც იცხოვრებენ ჩვენ კომპლექსში მრავალი წელი, ესე ვთქვათ, არანაირი პრობლემა არ ქონდეთ და შვიდად და შეგრძნება გახოთ ძალიან დიდი ხანი. კი ბატონო და ფაქტია რომ ესეც არის, იმიტომ რომ ყოველთვის აღნიშნავენ რომ აი ხარისხი არის ჩვენთან ძალიან განსაკუთრებული. მარიამ, წარმატებები თქვენს და ყველა ბინადარს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, წარმატებები. წარმატებები. მადლობა. ამასობაში X2 development-ის ფილოსოფიას ეზიარება. კი ბატონო.